გამარჯობათ. დღეს მინდა გასწავლოთ ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელიც კონკრეტულად დაგეხმარებათ როგორც გარკვეული სახის, ასე ვთქვათ, უარყოფით სიტუაციებისგან გაშვებაში, ასევე ანალოგიურად გარკვეული სახის სიტუაციების მოზიდვაში. კონკრეტულად 21 ივნის არის მზებუდობა. კიჩხიბის ნიშანში. შესაბამისად, ეს არის საკმაოდ ძლიერი დღე, ეს არის ზაფხულის, ასე ვთქვათ, ბუნიაობა, რეალურად ზაფხული ახლა დადგა კონკრეტული კუთხით. შესაბამისად, ეს დღე შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი რეალობა და ზოგადად გაუშვათ ის უარყოფითი სიტუაციები ან ზოგადად მდგომარეობა, რაც ჩვენთვის შემაწუხებელი არის და არ გვინდა, რომ ჩვენ ცხოვრებაში ვიყოთ. რას ვაკეთებთ ამისთვის? კონკრეტული არსებული პრაქტიკა შეგიძლიათ გააკეთოთ 21 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით. მაგრამ სასურველი არის თუ კი გააკეთებთ 21 ივნისს, რადგან საკმაოდ ძლიერი არის არსებული დღე. დაგვრჩება ჩვენ ამისთვის სასურველი არის რომ იყოს 2 ცალი, ასე ვთქვათ, თაფლის სანთელი საეკლესიო ფორმის, თუ კონკრეტულად თაფლის სანთელი არ გაქვთ და საშუალება არ არის, მსგავს შემთხვევაში შეგიძლიათ პარაფინიც გამოიყენოთ. უბრალოდ სანთელი უფრო კარგი ეფექტის მაჩვენებელი არის თუ კი იქნება თაფლის. რას ვაკეთებთ? ერთ მხარეს ჩვენ ფრჩხილის საშუალებით უნდა გაუსვათ მონიშნოთ არსებული ადგილი, რაც გინდათ რომ კონკრეტულად თქვენ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. მაგალითად, თქვენ გარკვეულ კატეგორიას გაწუხებთ ზედმეტი წონა და გინდათ ზედმეტი წონისგან განთავისუფლება, ხო? გაუსმევთ ერთ ფრჩხილს და იტყვით: მე ვთავისუფლდები ზედმეტი წონისგან. მეორე: მე ვთავისუფლდები კრედიტებისგან, პირობითად თუ გაქვთ კრედიტი, ხო? მესამე: მე ვთავისუფლდები ყოველგვარი ნეგატიური ენერგიებისგან, ანუ შეზღუდული არ ახართ, უბრალოდ ცალ მხარეს უნდა მარჯვენა მხარეს კონკრეტულად იმდენჯერ გაუსვათ, ასე ვთქვათ, ფრჩხილით და მონიშნოთ სანთელზე ნიშანი, რამდენი გაშვებაც გინდათ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ეს კონკრეტული უნდა იყოს ისეთი სურვილი, რაც დამაზიანებელი არ იქნება სხვისთვის. მსგავს შემთხვევაში უბრალოდ ან კარმის კუთხით დაგებრუნდებათ და მწარეთ დაბრუნდება ეს ყველაფერი, ან საერთოდ არ იმუშავებს არსებული პრაქტიკა. აქეთ მხარეს არის ყველაფერი, რაც გაშვება გვინდა ცხოვრებისეულად. მეორე მხარეს პირიქით ჩვენ უნდა ასე ვთქვათ, ფრჩხილით მოვნიშნოთ, ხაზი გაუსვათ და ვთქვათ, რაც გინდათ რომ მოიზიდოთ. მაგალითად, მე ვიზიდავ ჩემ ცხოვრებაში ფინანსებს. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ რა ფინანსების რაოდენობაც გინდათ, იზიდავთ კონკრეტულ ფინანსებს. მაგალითად, თუ არ გყავთ პიროვნება, შეგიძლიათ თქვათ, რომ ჩემ ცხოვრებაში ვიზიდავ სტაბილურ პიროვნებას. თუ პიროვნებას არ უნდა კონკრეტულად თქვენთან ყოფნა და ძალად, ასე ვთქვათ, სიტუაციის კუთხით არ ჩაიფიქროთ, რომ თქვენთან ყოფნა არ უნდადეს და ძალად მოიზიდოთ. ესეც არ არის სწორი, ხო? იმიტომ რომ ეწინააღმდეგება სიტუაციებს. აქეთ მხარეს, მარცხენა მხარეს ყველაფერს ნიშნავთ, რაც კონკრეტულად გინდათ, რომ თქვენ ცხოვრებაში მოიზიდოთ. ხვავი, ბარაკა, ჯანმრთელობა, სიტყვაზე მანქანის შენაძენი გინდათ თუ ნებისმიერი სახის რაღაც, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ პრინციპი გაიგეთ, როგორც არის. შემდეგ არსებულ სანთლებს, თუ არ გექნებათ თაფლის სანთლები და გექნებათ პარაფინის სანთლები, ეცადეთ რომ წინასწარ ანხელებში გაათბოთ, ან უშუალოდ, ასე ვთქვათ, მზეზე დაალაგოთ, რომ ცოტათი მოლღვეს, რომ არსებული, ასე ვთქვათ, დაგრეხვის პოზიციისას, სანთელი როდესაც დაიგრიხება, არ მოხდეს მისი, ასე ვთქვათ, დამტვრევა. მაინც და მაინც კარგი არ იქნება ეს. და შემდეგ, საათის ისრის მიმართულებით ორივე სანთელს გრეხავთ ავტომატურად, ხო? ესეთ პოზიციაში გრეხავთ იქამდე, სანამ ბოლომდე არავა. და რა თქმა უნდა, არსებულ სანთელს უნდა, ასე ვთქვათ, წავუკიდოთ ცეცხლი და უნდა ჩაწვათ ბოლომდე. ბუნებრივია კითხვა გაგიჩნდებათ, ასე ვთქვათ, რა უყოთ შემდეგ სანთლის ნარჩენებს. სანთლის ნარჩენები, როდესაც ჩაიწვება და ბოლომდე თავისით ჩაქრება, მსგავს შემთხვევაში უკვე შეგიძლიათ რომ გაიტანოთ და ნაგავზე გადაყაროთ სურვილის სამებს, სადაც გინდათ შეზღუდული არ ხართ. თავარი არის, როდესაც სანთელს აანთებთ, მადლიერება გამოხატოთ კონკრეტულად სამყაროს ენერგიების მიმართ, ზოგადად არსებული დღის მიმართ, ასე ვთქვათ, მზის ასეთი სიძლიერის გამოვლინების
ბედნიერების პერიოდის მდგომარეობაში, ხო? რომ გააქვთ სიტყვაზე კეთილდღეობა, ის რაც გაგაჩნიათ იმისთვის, რომ ხართ ცოცხალი, იმისთვის, რომ ხართ ჯანმრთელი, ყველაფერი დადებითი პოზიცია და ენერგიები გააგზავნეთ სამყაროში და რა თქმა უნდა სანთელი ბოლომდე ჩაიწვება. ინსტრუქცია გააქვთ, ინფორმირებულები ხართ, არსებული დღე არ მინდოდა რომ გამოგეტოვებინათ და მიმდინარე კვირად შეიძლება ითქვას, ხო 21 და რეალურად იწყება და 28-ის ჩათვლით არის მაქსიმუმ, მაგრამ უმჯობესი არის თუ 21 რიცხვში გააკეთებთ. შესაბამისად, დანარჩენი უკვე თქვენი ცვით როგორ გამოიყენებთ არსებულ პერიოდს თქვენი კეთილდღეობისთვის. გესურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, კარგად ყოფნას. გააზიარეთ ჩემი არსებული ვიდეო, მოიწვიეთ თქვენი მეგობრები, აჩვენეთ თქვენ მეგობრებს, რომ მსგავსი საინტერესო სიახლეები და დროული ინფორმაცია არ გამოტოვოთ როგორც ეზოთერიული მიმართულებით, ასევე კონკრეტულად საჯარო გაშლის კუთხით და ტაროს პროგნოზირებადი ასე ვთქვათ სიტუაციებით. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, კარგად ყოფნას. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.